პრემიერლიგა თუ ლა-ლიგა? პრემიერლიგა. ლა-ლიგა. პრემიერლიგა. პრემიერლიგა კარგი იყო რამდენიმე წლის წინ, მაგრამ ეხლა აშკარად ლა-ლიგა. ლა-ლიგა. პრემიერლიგა. პრემიერლიგა თუ ლა-ლიგა კითხვა, რომელიც ისმის ძალიან ბევრი წელია უკვე, თუმცა მე რაც პრინციპში ფეხბურთს უყურებ, პირველი არის შეიძლება დიდი ხანი გამომდინარე ჩემი ასაკიდან, 2000-იანებიდან მოყოლებული ალბათ 2000-იანი წლიდან, საიდანაც მახსოვს. იმ წლებიდანვე ძალიან მიყვარდა ესპანური ფეხბურთი, არა კონკრეტულად ლა-ლიგა, თორემ ესპანეთის ნაკრებს მაშინ ყოველ შემთხვევაში აღულ შემოდგებრობდი. ლა-ლიგა ბოლო სეზონებიდან გამომდინარე, ლა-ლიგა, იმიტომ რომ თუნდაც ევროტურნირებს რომ გადავხედოთ, პრაქტიკულად ყველა ფინალში არის ლა-ლიგის გუნდი და უდაოდ დომინირებენ ბოლო წლებში. იმიტომ რომ ამ პერიოდში უფრო ესთეტიურ ფეხბურთს თამაშობენ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ ვიდრე პრემიერლიგაში. იმიტომ რომ უფრო სწრაფია, უფრო დინამიურია და უფრო სანახაობრივია. საყურებლად უკეთესი პრემიერლიგაა და სიძლიერით ის ორი ტოპ კლუბი რო ამოვიღოთ, ისევ პრემიერლიგა იქნება. ბოლო წლებში აი ამ სანახაობამ მოიკლო ინგლისის პრემიერლიგაში, მიუხედავად იმისა, რომ ესპანური კლუბები გაცილებით უფრო კარგ შედეგს დებენ ბოლო პერიოდში, ჩემთვის მაინც შეიძლება აი ამ კონკრეტულ მომენტში ვერ ვიყო მთლად ობიექტური იქიდან გამომდინარე, რომ მანჩესტერს გულს შემატკივრობ მე, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ მიუხედავად რომ არ გულს შემატკივრობდე მანჩესტერ იუნაიტედს, ჩემთვის პრემიერლიგის მატჩისთვის ხილვა უფრო ყოველთვის ასიამოვნოა ვიდრე ლა-ლიგის. იმიტომ რომ უკეთესი შედეგები აქვთ. უფრო ძლიერი გუნდები თამაშობენ და მეტი სანახაობა არ არის, მაგრამ პრემიერლიგას ლა-ლიგა მერჩევნია. მთლიანობაში შეიძლება ეფექტი პრემიერლიგის უფრო დიდი იყოს, თუნდაც გამომდინარე იქიდან, რომ ტრანსლაცია არის უფრო მაღალი ხარისხის სატელევიზიო თვალსაზრისით, მაგრამ კონკრეტული გუნდები, იგივე რეალი, იგივე ბარსელონა, იგივე ატლეტიკო, ჩემი აზრით, უფრო სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ, ვიდრე დაუშვათ აი პრემიერლიგის ლიდერები რომ ავიღოთ დღეს, ვინც არიან ჩელსი, იგივე ტოტენჰემი, დაუშვათ იგივე ლივერპული მით უმეტეს. ცალსახად რა თქმა უნდა ძალიან რთულია, თქვა რომელი ჯობია პრემიერლიგა თუ ლა-ლიგა, აქვს თავის პლუსები. ორივეს მართლაც ბოლო წლებში პრემიერლიგაში იკლო ცოტა სანახაობამ და მოთამაშეების ხარისხმა პირდაპირ შეგვიძლია ამის თქმა 2000 წლამდე უფრო ანრი, რონალდო ხდებოდნენ საუკეთესონი, ახლა უკვე კანტე გახდა წელს საუკეთესო, მანამდე აზარი, ქარი კეინი, ალი, აი ესეთ მოთამაშეები არიან, როცა ესპანეთის ლა-ლიგაში არის კრისტიანო რონალდო, მესი, ნეიმარი, სუარესი, დავიდ ვილა, რა ვიცი, უამრავი ექსტრა კლასის მოთამაშე იყო. და როგორც ჩემპიონატი, ტემპით, სანახაობით პრემიერლიგა საშუალო გუნდებით მე ძალიან მომწონს, მაგრამ მთლიანად ჩემპიონატით მაინც გონია, რომ ლა-ლიგა უკეთესი და უფრო ძლიერი ტურნირია. იმიტომ რომ მარტო სანახაობრივი კუთხით ჯობდა მაგალითად პრემიერლიგა ბოლო წლებში ლა-ლიგას, მაგრამ ბოლო 1-2 წელია მე მგონი ლა-ლიგა მაჯობა მაქვს. გაცილებით უფრო კარგი საყურებელია ხოლმე. სიტუაციაზე სევილია, ვალენსიას თამაში, ვიდრე შედარებით საშუალო გუნდების თამაში რა, ვიდრე ვთქვათ ძალიან ხშირ შემთხვევაში გრანდების თამაში პრემიერლიგაში. მოსაწყენი სანახავია ხოლმე ჩემთვის პირადად. სანახაობრივი კუთხით პრემიერლიგა, თუმცა ამ წუთისთვის ალბათ ლა-ლიგა ყველაზე ძლიერი ჩემპიონატია, თუ გულისხმობ სანახაობრივ მხარეს. იმიტომ რომ სტილი პრემიერლიგის არის ისეთი, რომ აი მაგალითად საშუალო თამაშები ჩემი აზრით ინგლისის ჩემპიონატის ყველაზე კარგი გამოდის, ვიდრე ვთქვათ ნებისმიერი სხვა ჩემპიონატის, მათ შორის ლა-ლიგის. და ეს თან არის აწლეულების მანძილზე ნარჩუნდება ეს სტილი, ანუ პრემიერლიგა ყოველთვის პრემიერლიგა იყო, როგორიც იყო და დამოკიდებული იყო, აი ვთქვათ რამდენიმე წელი ჩვენ ვნახეთ, რომ საუკეთესო იყო საერთოდ, ახლა ლა-ლიგაა საუკეთესო, მაგრამ ის სტილი ისევ შენარჩუნებულია და ყოველთვის ასე იყო, ანუ შეიძლება სერია იყო როდესღაც ძალიან ძლიერი დიდი ხნის მანძილზე, ახლა ლა-ლიგა ინგლისში ყოველთვის თამაშობდნენ იმ თავის სტილს და ეს სტილი პირადად ჩემთვის უფრო მისაღებია, უფრო სანახაობრივია, უფრო ტემპიანია, ვიდრე ვთქვათ ლა-ლიგის საშუალო მატჩები კიდევ ერთხელ ვიტყვი, თორემ როცა სერია იყო საუკეთესო, ის ყველას მერჩივნად და ლა-ლიგის წამყვანი გუნდების თამაშით სანახაობრივად, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ აი ეს მთლიანობაში, რაოდენობრივად ვფიქრობ, რომ ინგლისის ჩემპიონატს ასე ვთქვათ თავისი მუღამი ბრჭყალებში თუ ვიტყვით აქვს და ინარჩუნებს ისევ აი ამ რაღაც სიმაღლეს. საყურებლადაც ლა-ლიგა, იმიტომ რომ თუნდაც თქვათ საშუალო დონის გუნდები სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ, ცოცხალი თამაშია, რაც თქვათ ბოლო პერიოდში პრემიერლიგაში პრობლემა, იგივე შენც ალბათ დამეთანხმები, არაერთხელ გვისაუბრე ამ თემაზე. არის ისეთი თამაშები, რომელსაც უბრალოდ ვერ შეხედავ, იმიტომ რომ ორი გუნდი თამაშობს
მეტოქის შეცდომაზე და ეს მგონი ხა ფეხბურთის გულშემატკივრისთვის კარგი საყურებელი ნამდვილად არ არის. მიუხედავად იმისა, რომ წლების წინ იყო პერიოდი, როცა იგივე ინგლისური გუნდები გადიოდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, უახლოეს პერიოდს ვიხსენებ, როცა 3 გუნდი გადიოდა ნახევარფინალში და მაშინ აშკარად უკეთესი ჩემპიონატი ჰქონდა პრემიერ ლიგას, ანუ ინგლისს, მე მაინც ლა ლიგა უფრო მომწონდა, ხო? მაშინაც ვთვლიდი, რომ ბევრით არ ჩამოუვარდებოდა, უბრალოდ იმ პერიოდში უკეთესი ხანა ედგა ინგლისურ ფეხბურთს. ახლა უკვე თუ კონკრეტულად დღეს ვადარებთ, უკეთესი ხანა უკვე კარგა ხანია, რამდენიმე წელია უდგას ესპანურ ფეხბურთს, ეს ბევრ ამაში გამოიხატება, ხო? ერთია ფეხბურთის გულშემატკივარ შეიძლება მოსწონდეს ინგლისური ფეხბურთი და პრემიერ ლიგა, ვიღაცა შეიძლება ეს არის ადამიანის არჩევანი და გემოვნება. ხოლო შეგვიძლია ჩვენ შევადაროთ მაგალითად იმით, რაც თამაშობენ ევროტურნირებზე და ფაქტია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ისევე როგორც აი მაშინ როცა ლივერპული, მანჩესტერი, არსენალი, ჩელსი გადიოდნენ ნახევარფინალში, ახლა უკვე ესპანური გუნდები აკეთებენ იმავეს ჩემპიონთა ლიგასა თუ ევროპის ლიგაზე. შესაბამისად, ჩემთვის რა უნდა მოხდეს, არ ვიცი, ძალიან უნდა დასუსტდეს ლა ლიგა, რომ თქვა, რომ პრემიერ ლიგა მირჩევნია, შეიძლება ვთქვა, რომ ჯობია, მაგრამ დღეს ლა ლიგა მირჩევნია და პლუს ჯობია კიდევაც ობიექტური თვალსაზრისით. ნუ ჩემი აზრით რა თქმა უნდა. და ის უნდა დავამატოთ, როცა ვიღაცებს ვადარებთ, ფეხბურთი ის იმდენად ფართოსნებაა და იმდენად ბევრი ადამიანს უყვარს. ჩვენ აზრებს ვამბობთ, ხო? შეიძლება ვიღაცა არ დაგვეთანხმოს, თუმცა არ არის აუცილებელი ყველა გეთანხმებოდეს. ასაგებია ვის ვიტყვი აქ. მესი ცალსახად. მე მგონი კითხვა არ ჭირდება. ხიჟა დავტოვოთ.